დღეს თქვენთვის სახარების კიდევ ერთ გვერდს გავაცოცხლებთ. ეს ბეთლემის გამოქვაბულია. სანახაობა მძიმეა, თუმცა აქ ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან ამბავს მოგითხრობთ. გამოქვაბული ბეთლემის შობის ტაძრის ქვეშ მდებარეობს. ეს საკმაოდ დიდი ზომის მღვიმეა. ამ მღვიმეში უამრავი წმინდა ნაწილი ინახება. მაგრამ მთავარი ისტორია სახარების იმ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ჰეროდემ გასცა ბრძანება, ყველა მცირეწლოვანი ყრმა ამოეშლიტათ. 14,000 ყრმა შეეწირა ყრმათა ჟლეტას. ისინი ცდილობდნენ მოეკლათ ის ერთადერთი, რომელიც იუდეველთა მეფე გახდებოდა. სწორედ ამ ყრმათა ჟლეტას მოჰყვა ეგვიპტეში გაქცევაც. თუმცა ამ გამოქვაბულში კიდევ სხვა მოწამეების წმინდა ნაწილებიც არის დაცული. ჩვენი წელთაღრიცხვის 614 წელს შემზარავი თავდასხმა მოხდა წმინდა ქალაქზე და ზოგადად წმინდა მიწაზე. ეს იყო სპარსელთა შემოსევა. სპარსელთა შემოსევა ისტორიაში უმძიმეს ფაქტად რჩება. მათ ამოწყვიტეს ბერმონაზვნები და ჰარბიეს მონასტრები. ამ ყველაფერს შეეწირნენ ქართველებიც ალბათ, რადგან ქართველები მაშინ მრავალ მონასტერს ფლობდნენ. ცოცხალს არავის ტოვებდნენ, ყველაფერს წვავდნენ. ეს მღვიმე კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ სახარებაში აღწერილი ყრმათა ჟლეტვა ისტორიულ ფაქტს წარმოადგენდა. თუმცა ამ მთელს ისტორიაში არის ერთი რამ ალბათ ყურადღება მისაქცევი. მიუხედავად იმისა, რომ ჰეროდემ ყრმათა ჟლეტვის ბრძანება გასცა, რადგან ის ცდილობდა თავისი ტახტის და ძალაუფლების შენარჩუნებას, ის მაინც ვერ მოესწრო ქრისტეს ჯვარცმას და ამაღლებას. თქვენ ახლა კადრში სწორედ ამ ყრმათა წმინდა ნაწილებს ხედავთ. 14,000 ყრმის წმინდა ნაწილს.